Isteazgam dreptit siklicha siklicha da umeli da saplovi shinata tsori suniteveri. Isteazgam dreptit siklicha da umeli da saplovi shinata tsori suniteveri. Isteazgam dreptit siklicha da umeli da saplovi shinata tsori suniteveri. Zambit. ეგ მე როგორც მახსოვს ჩვენ გავჩერდით მე-19 თავს, ხო? ანუ ჩვენ დავასრულეთ იმ თემის განხილვა, როდესაც უფალი საუბრობდა ბოლოს. იგავი მოუყვანა მოციქულებს ესეთი რომ ბატონზე, რომელსაც ყავდა მონა, რომელსაც მიუტევა რაღაცა თავისი ცოდვები, თავისი ვალი, მაგრამ ეს ვალი ვიცი ჩვენ სულიერად ჩვენ ცოდვებს განასახიერებს. იმიტომ რომ ჩვენ ღვთისწინაშე სოდების ვალი გვაქვს და დიდძალი ემართა მას თავისი ბატონისას ასე ვთქვათ ფული დავალიანება და არ ქონდა არაფერი რომ გადაეხადა ბატონმა უგზანა რომ მაშინო წადიო და გაყიდეო შენ ცოლშვილიო ყველაფერიო რაც გაბადიო და გადამიხადე ისაც მე მეკუთვნისო დავარდა მუხლებზე და აბა ოღონდ ხა შემიწყალეო და ყველაფერს გადაგიხდი ნელ-ნელა დროთა განმავლობაში უბრალოდ რომ მომეცი. უფალმა გამოიჩინა დიცულოვნება და არათუ დრომისა, არამედ აპატია, მიუტევა. საერთოდ ჩამოაწერა ასე ვთქვათ ის ვალები. და გახსოვთ მე როგორ მოიქცა თვითონ, ხო, გამოდის და თვითონ იგივეს არაკეთებს თავის მეგობართან მიმართებაში, თავის თანამონაი იგიო, ანუ ესე ამბობს מחარებელი, უფალი ესე ბრძანებს. ანუ ზუსტად ისეთივე სოციალურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი, როგორიც იყო თვითონ, ანუ ერთი ბატონის სახურები იყვნენ ორივენი და ამ ადამიანს უკვე ამის მოყვას ამისი ემართა. ანუ იგივე მდგომარეობა აღმოჩნდა აქაც და ნუ როდესაც ამან დაუწყო სთხოვა იმანაც იგივე რომ აი მაპატიეო, თხოვ ისე დრო მომეციო, მაცალეო და ყველაფერს გადაგიხდიო და შეაშთობდაო, აღჩობდაო. და აიძულებდაო რომ ყველაფერი გადაეხა, ანუ ულმობელობა გამოიჩინა, მან ეს გულმოწყალება ვერ გამოიჩინა, ვერ დააფასა სათანადო ღვთის გულმოწყალება, შემდეგ მათმა საერთო ნაცნობებმა შეატყობინეს ეს ყველაფერი უფალს, ანუ მათ ბატონს და მან რომ გაიგო მისი საქციელი დაიბარა და უთხრა რომ შენ ვალდებული იყავი, ისე მოქცეული იყავი, როგორც მე მოგეკეცი შენ და რა კი შენ ეს არ გააკეთეო, ამიტომ ჩაქსოვე ხა საპრობილეშიო და ვერ გამოხვალ იქიდან სანამ უკანასკნელ კაპიკსაც კი არ გადამიხდია. ანუ რა არის აქ ჩვენ თქვით ამის მთავარი სათქმელი რაც არის ხო? მოიქეცი სხვას ისე, როგორც გინდა რომ შეგექცეოდნენ შენ. გაუკეთე სხვას ის, რაც გინდა რომ გაგიკეთონ შენ. უსურვე სხვას ის, რაც გინდა რომ ისურვონ შენ. ანუ ეს არის სახარების ოქროს წესი. ეს არის ძალიან მარტივი ფორმულა გადარჩენისა, მარტივი ფორმულა ცხონებისა. რატომ? იმიტომ რომ არც ერთ ადამიანს საკუთარი თავისთვის ცუდი არ უნდა. ანუ რო გვასწავლოს ღმერთმა როგორია სიყვარული, როგორია გულმოწყალება, როგორ უნდა ვიქცეოდეთ ჩვენ ერთმანეთს, აი მოყავს მაგალითი საკუთარ თავზე, ჩვენზე, იმიტომ რომ საკუთარ თავზე ყოველი ადამიანი კარგად ხვდება ძალიან. რომ ყველაფერი საუკეთესო თუ კი რამე არსებობს, საკუთარი თავისთვის ემეტება, ხო? და ხა საკუთარისთვის თუ გემეტება, სხვისთვისაც ესევე გაიმეტება. ანუ შენ თუ გინდა რომ კარგად იყო, სხვასაც მოეკეცი კარგად, იმიტომ რომ ავტომატურად იგივე დაგიბრუნდება შენ, როგორც მოექცევი სხვას, ისე მოგექცევიან შენს. აი ეს კანონი ჩადო წონასწორობისა, ბალანსისა უფალმა იმისათვის, რომ ადამიანმა მოინდომოს, რომ ისე იცხოვროს, როგორც საჭიროა. თორე ადამიანი მიდრეკილია ცოდვით დაცემის შემდეგ ეგოიზმისაკენ და რომ მიუშვა ადამიანი თავისი დაცემული ინსტინქტებით, ისე იზამს, რომ მთელ სამყაროს თავისთვის ამსახურებს. ეს ძალიან ცუდი იქნება, რა თქმა უნდა, მისთვის და დამღუპველი იქნება. ყოველი ადამიანი, რომელსაც ეს ძალაუფლება ჩავარდნია და მერე გამხდარა ტირანი და აი ადამიანის სულებით მანიპულირების ეშხში და აზარტში შესულა, ძალიან ცუდად დაუმთავრებია ყველა მათგანს. და ესე რომ არ დავგვემართოს, ამისათვის გვასწავლის ღმერთის სიყვარულს. იგივე ვსიტყვოთ ჩვენ მამაო ჩვენოშიც, ხო? მომიტევენ ჩვენ თანანადები ჩვენი, როგორც ჩვენ მიუტევებთ ჩვენს თანამდებს, ანუ მოვალ. აი ზუსტად ეს წერია მამაუჩვენოში რა იგავიც მოყვა უფალმა. ანუ როგორც შენ მიუტევებ იმ ადამიანს, ვისაც შენ იმართებს, ისე მოგიტევებს შენს ღმერთი.
ესეთ სიტყვები დამთავრდა ბოლო მუხლი მე-18 თავის. ეგრეცა მამამან ჩემან ზეცათამან გიყოს თქვენ. უკეთ თუ არა მიუტევნეთ კაცად მან ძმასა თვისა, ყოვლითა გულითა თქვენითაც სტომანი მათ. ამოსაც მიაქციეთ ყურადღება, ეხლა ხო იცით თქვენ სახარებაში არც ერთი სიტყვა და არც ერთი ასო ისე შემთხვევით არ წერია. ყოვლითა გულითა თქვენითაო. ანუ ისე კი არა რა, ესე ზედაპირულად რო ვიცით ხოლმე ჩვენ მიტევება და პატიება რა, აი ხო ვაპატიე. მაგრამ ამ დროს გულში რო ბოღმა გაქვს, არა? ყოვლითა გულითა შენითაო. მთელი არსებით, მთელი გულით უნდა შეძლო, რომ აპატიო, მთელი გულით უნდა შეძლო, რომ მიუტევო. თუ ეს არ გააკეთეო, აუცილებლად საჯელს მოიწევს ჩვენს თავზე. და მოდი გავაგრძელოთ. ეხლა სხვა თემაზე გადავდივარ და არის ძალიან აქტუალური, ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელზეც ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია, თუმცა კიდევ არაერთხელ მოგვიწევს საუბარი. და იყო ვითარცა და ასრულნა იესოს სიტყვანი ესე, წარვიდა გალილეაიდან და მივიდა საზღვართა ხურიესტანისა და წია იორდანესა. ანუ წამოვიდა უფალ იქიდან და მივიდა ხურიესტანის საზღვართან, იორდანის პირას. მისდევდა მას ერი მრავალი. ჩვენ ამას მიჩვეული ვართ უკვე რომ უფალს ბევრი ხალხი დაყვება ძალიან და განკურნა იგინი. მაშინ მოუხდეს მას ფარისეველნი, გამოსცდეს მას და ეტყუდეს. მიდიან მასთან ფარისევლები და როგორც წესი, როგორც ყოველთვის საკრული, თავიანთი ცვლიერი რაღაცები მოფიქრებული კითხვებით მიდიან მასთან, რომ რაღაცაში გამოიჭირონ, რაღაცაში ჩაჭრან. აი ჩვენ ორი კვირა რატომ შევისვენეთ, იმიტომ რომ გქონდა ნებიშვიდეული, ჩვენ არ ამოვარდნილ ვართ ამ ცოცხალი პროცესიდან და ეს სახარების განმარტებას თავად ჩვენი აი ცოცხალი პროცესის ნაწილია, რომ ჩვენთვის გაცოცხლდეს ეს მოვლენები და ჩვენ შევიგრძნოთ ეს ყველაფერი მთელი არსებით. ქრისტეს ნებების თანაზიანნი გავხდით, ხო? შემდეგ ერთ კვირიანი ბრწყინვალე შვიდეული ქონდა, რომ გავიხარეთ უკვე ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომით, რომელმაც არა მხოლოდ თვითონ აღდგა, არამედ აღადგინა თითოეული ადამიანი, მთელი კაცობრიობა, იმიტომ რომ მთელი კაცობრიობა ერთ ადამიანშია. ადამიანები ქვია ჩვენ ყველას. აღადგინა ადამი და ადამიანის სახით ყველა მისი ნაშობი, მისი მონაგარი, თითოეული ჩვენთაგანი, ისინიც კი მის ჯერ არ დაბადებულან, იმიტომ რომ ჯერ არ დაბადებულან ჩვენთვის. თორე ღვთის წინაშე, იცით თქვენ ამაზეც ბევრჯერ გვისაუბრე, ეს ძალიან რთული თემაა და ძალიან ისე ფრთხილად მისადგომი და ფაქიზად გასაგები, რომ დრო სინამდვილეში ღვთის წინაშე, მარადისობის წინაშე არ არსებობს და ამიტომ ეხლა ღვთის წინაშე ეს ყველაფერი მომხდარი, დასრულებული და დამთავრებული. და ისინიც, ანუ ვიდრე მეორედ მოსვლამდე, ვინც კი იარსებობს, აბსოლუტურად ყოველი ადამიანი ღმერთმა გამოიხსნა, ღმერთმა აღადგინა და დააბრუნა ისევ ძველდიდებაში და არა თუ დააბრუნა ძველდიდებაში, არამედ კიდევ უფრო მაღალ ხარისხში, კიდევ უფრო მაღალ პატივში აიყვანა, იმიტომ რომ მანამდე ადამიანს არ ღირსები, კი იყო შექმნილი გვირგვინად ქნილებათა, ქონდა მას ყველაზე აღმატებული ხარისხი ქნილებათა შორის, მისთვის შეიქმნა მთელი სამყარო, მაგრამ ის პატივი მას არ ქონია და არც უოცნებია და ვერც იოცნებებდა ვერც ერთი ადამიანი, რომ ღვთაებრივი ბუნებისთვის შეერთებინა ღმერთს ადამიანური ბუნება. ის რაც მოხდა იესო ქრისტეში, ხო? ღმერთ კაცში. განაღმრთო მან ადამიანური ბუნება. როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, ღმერთი განკაცდა იმისათვის, რომ ადამიანი განღმრთობილიყო. და საინტერესო იყო ალბათ ხო ჩვენთვის ახლა მით უმეტეს იმ ფონზე ხარ რაც ჩვენ განვიხილეთ და ვისაუბრეთ. თქვენ იცით რომ ორშაბათ, სამშაბათ, ოთხშაბათ სახარებად წავიკითხეთ თავიდან ბოლომდე, ანუ იქამდე წავიკითხეთ მე-18 წავის ჩათვლით რა ჩვენ განმარტებული ქონდა და იმის მერეც გავაგზავნეთ. ხო და იმის მერე ახლა ნელ-ნელა მივყვეთ კიდე რა, იმიტომ რომ როგორც გითხარით რომ მოდი ჩვენც ღმერთის განმსახედიდან შევხედოთ, რომ დრო რო არ არის სინამდვილეში და ესე გავაერთიანოთ ეს ყველაფერი ახლა ნელ-ნელა რა. მიდიან მასთან მზაკვარი ფარისევლები და ეუბნებიან. შეკითხვას უსვავენ. უკვე თუ ჯერ არის კაცისაი განტევებაი ცოლისა, თვისისა, ყოვლისათვის ბრალისა. ხაყურეთ, როგორ შეკითხვას უსვავენ? შეუძლიაო თუ არაო ადამიანსო, კაცო, კაცზეა გამოხვილებული ყურადღება, ნებისმიერი დანაშაულის გამო გაუშვასო ცოლიო, გაშორდეს.
თავიდანვე ზაკრულ კითხვას აძლევენ, თავიდანვე არასწორ შეკითხვას აძლევენ. აი ეს შეკითხვა მაგონებს მე ეშმაკის შეკითხვას. როდესაც მივიდა და ადამიანს ეკითხება რა, რომ მართალიაო, რომ ღმერთმა ყველა ხის ნაყოფის ჭამა აგიკრძალათო? ანუ აი უყურე თავიდანვე არასწორად ეკითხებთ, ყუილით იწყებს რა. გადასარევად იცის რომ მხოლოდ ერთი ხიდან აუგზალა, მაგრამ ყველა ხი აგიკრძალაო? დაახლოებით ესეთი რაღაცა ეხა რაც ეკითხებიან ფარისევლები რა, რომ გადასარევად იციან, ესენი ყველაზე მეტად იყვნენ განსწავლული ჯულში. გადასარევად იცოდნენ რაც ეწერათ ჯულში, რა მიზეზით შეეძლო განშორება ცოდვისაგან. მაგრამ უყურე ასე ეკითხებიან, მართალიაო, რომ ყველაფრის გამო, ანუ ნებისმიერ მომენტში, როცა კაცი ჩათვლის, რომ ცოლმა რაღაც დააშავა, რომ გაუშვას რა. ხოლო იესო მიუგო და რქვა მათ. არა აღმოგიკითხავსა, რამე თუ რომელმან დააბადა დასაბამსად, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა იგინი. უყურე რას პასუხობს უფალი, აი მაშინვე აჩუმებს მომენტალურად. არ წაგიკითხავსო, ჯერ თვითონ ეს მიმართვა. როდესაც უფალი ყველამ კარგად იცის, რომ ეხა ადამიანურად არც განსწავლული ყოფილა, არც ყოლაშეულია, არც სადმე ჯურის მოძღვრებთან ყოფილა მიბარებული, ეხა ეს ხორციელი თვალით რო უყურებენ. ერთი უბრალო ღარიბი ბიჭია რა. და ეხლა უყვირთ ამათ და თან ეხა წარმოიდგინე ეხა როგორია ემათი აპარტაუნება, როგორ ილახება მათი თამოყარეობა, როცა უფალი მიუთითებს, რომ არ წაგიკითხავთო? ამ დროს იმათ ქონდა წაკითხული, თუ ქონდათ ყველაფერი გადაბულბულებელი ქონდა, სეპირად იცოდნენ მთელი ჯული და მთელი წინასწარმეტყველებები და ამ ხელს და არ სხვენს მათ ეუბნეო, რომ არ წაგიკითხავთო, რა წერიაო, რომ რომელმან შექმნაო, ანუ ღმერთმა როდესაც დააბადა ადამიანი, მამაკაცად და დედაკაცად შექმნა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემა. უყურეთ რა ხდება. მამაკაცად და დედაკაცად შექმნა რას ნიშნავს? ეხლა ჩვენ ვიცით, რომ ადამი შეიქმნა, ხო? თავიდან. ანუ გვირგვინი ქმნილებათა იყო ადამი. ევა მოგვიანებით, ევა რა მოვლენაა? მოდი აი კარგად გავიაზრო და მინდა რომ ქალებმა გაიაზროთ ეს განსაკუთრებულად კარგად. ევა იყო ადამიანში. იმიტომაც არის რომ ხას უსვავს უფალი თავისი ქმედებით რომ ცალკე კი არ ზელს კიდე თავიდან თიხას. ცალკე კი არ მისცემს იმას ადამიანის ფორმას და შტაბ თქვათ ქალის სახით და შტაბეროს არა. ადამიანს დააძინებს, გამოუღებს ნეკნს, ანუ ჩვენი გაგებით რო თქვა დაახლოებით ნარკოზის თონეზე რო, ანუ მას ტკივილი რო არ ეგძნო, გამოუღო ნეკნი და მისგან შექმნა ევა. ეს ძალიან მნიშვნელოვანია ხალხო, მინდა რომ დაფიქრდეთ ამას. უყურეთ, ადამიანიდან გამოდის ევა, გამოცალკევდება. რატომ ხდება ეს ყველაფერი? ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რატომ? იმიტომ რომ ღმერთმა განჭვრიტა რა თქმა უნდა წინასწარ, როგორც გითხარით ღვთის წინაშე დრო არ არსებობს. ღმერთმა თავიდანვე როდესაც ქმნიდა ადამიანს და მთელ სამყაროს და მათ შორის ადამიანს თავის ყველაზე ძვირფას ქმნილებას თავიდანვე განჭვრეტილი ქონდა რომ ადამიანი დაეცემოდა. ადამიანი ვერ გაუძლებდა იმ სტუნებას, მე აუცილებლობა დადგებოდა იმისა, რომ დაფარულიყო მათთვის სულიერი სამყარო. ნეტარება აუცილებლობა დადგებოდა იმისა, რომ სიკვდილი შესულიყო ხორციელი სიკვდილი, ხორციელი ხრწნილება ადამიანში, იმისათვის რომ მასში ცოდვა არ გაუკვდავებულიყო. მთელი გამრავლება კაცობრიობისა, ყველა უსჯულოება, ყველა ცოდვა, ყველა ომი, ყველა უბედურება, ყველა სიხარული, ყველაფერი განჭვრეტილი იყო ღვთისაგან. მისი ამ ქვეყნად მოსვლა, განხორციელება, ეს ამდენი ტანჯვა წამება ადამიანებისაგან და სიკვდილი, აღდგომა, განახლება ადამიანებისა, ხელახლა გახსნა სასუფეველის კარისა და ბოლომდე მეორედ მოსვლის პროცესი, როდესაც ხდება უკვე საყოველთაო განკითხვა და ახალი ცისა და ახალი ქვეყანის შექმნა უკვე მართალი ძლიერი ადამიანებისათვის, რომლებიც უკვე არასგზით აღარ დათმობენ იმას, რაც მათ თავიანთი სისხლით, ოფლით, შრომით, დიდი მონდომებით და თავდადებით მოიპოვეს თავისი წილი, სასუფეველი, თავისი წილი ნეტარება. აი ეს ყველაფერი ღვთისაგან წინასწარ იქნა განჭვრეტილი, რა საკვირველია, ხო, იმიტომ რომ ღმერთია ეს. შესაბამისად, იცოდა უფალმა ეს ყველაფერი და ამიტომ უყურეთ, მიაქციეთ ყურადღება, ხო შეეძლო რომ თავიდანვე შეექმნა ესე ცალ-ცალკე? არა. ანუ რაღაცა დრო ჩვენ არ ვიცით მაშინ რა დრო იყო და რა საზომი არსებობდა, მაშინ დრო არ არსებობდა. რაღაცა პერიოდის განმავლობაში ადამი ცალკე იყო.
და მე წერია რომ მოიწყინაო, როდესაც მან უფალმა მას ყველა ცხოველი, ყველა მცენარე, ყველა ფრინველი აჩვენა ადამიანმა მათ თითოეულ მათგან სახელები დაარქვა და სახელის დარქმევა იცით რომ ნიშნავს არსის ჭვრეტას. შეუძლებელია რომ სახელი დაარქვა რამეს თუ შენ მისი არსი ვერ განჭვრიტე. წარმოუდგენელია. სახელი შემოსაზღვრავს იმ მოვლენას იქნება თუ პიროვნებას თუ ასე შემდეგ თუ ასე აი რაც არ უნდა იყოს. ანუ სახელი განსაზღვრავს მას, სახელი განსაზღვრელია. და ვერ განსაზღვრავ თუ არ განჭვრიტე მისი არსი წარმოუდგენელი. ანუ ადამიანს ქონდა შინაგანი სულიერი სიბრძნე მიუხედავად იმისა რომ სკოლაში არ უვლია და გაკვეთილები არ უმიცადნია, ღვთისაგან ქონდა მას ეს სიბრძნე, მიცემული პირდაპირ ის სრულყოფილი ქმნილება იყო ღვთისა, რომ შეეძლო მოვლენათა და საგანთა და ცოცხალ არსებათა არსის ჭვრეტა და შესაბამისად დაარქვა სახელები ყველაფერს. ადამიანის მიერ დაარქმეულ სახელებს ვეძახით დღემდე ჩვენს. დედამიწაზე მცხოვრები ნებისმიერი ადამიანი ამა თუ იმ მოვლენას თუ ცხოველს თუ ფრინველს თუ ასე შემდეგ. სეციურ ნატობს. უბრალოდ ჩვენს ენაზე ვეძახით, მაგრამ ის რაც განჭვრიტა ადამიანმა, იმას ვეძახით ყველა თითოეული ჩვენთაგანი. ის გააზრება გვაქვს თითოეულ ჩვენთაგანს. და უყურეთ რაღაც პერიოდის შემდეგ წერია ესეც სიტყვა მოიწყინაო ადამიანო. მოიწყინაო, იმიტომ რომ თავისნაირი ვერავინ ვერ იპოვა. დააცინებს და ოქმნის ევას. ევა გამოდის ადამიდან, ანუ უყურეთ მიაქციეთ ყურადღება. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი. თქვენ არ გეგონოთ, რომ ადამი სანამ მისგან ევა გამოცალკევდებოდა, არა სრულყოფილი ქმნილება იყო ღვთისა, არა. ის უკვე სრულყოფილი, სრულფასოვანი ქმნილება იყო ღვთისა. მასში იყო ის ქალური საწყისიც, კაცური საწყისიც და ყველაფერი. და სხვა შორის ახლა ეს ფსიქოლოგებსაც დადგენილი აქვს და მე თვითონ ჩემი პირადი დაკვირვებებითაც კარგად ვიცი ეს რა, რომ ნებისმიერ კაცში არის ქალური საწყისიც დღესაც, მიუხედავად იმისა, რომ ცალ-ცალკე ვცხოვრობ ჩვენ. და ნებისმიერ ქალში არის მამაკაცური საწყისი და არის კიდე რაღაც პროცენტული თანაფარდობები, მე მინახავს ქალები, რომლებიც ბევრ კაცზე უფრო კაცები არიან და მე მინახავს კაცები, რომლებიც ქალზე უფრო ქალები არიან. ანუ მათში იმდენად ჭარბობს ის ქალური, რომ ვერ კაცობენ. ისევე როგორც სხვა ქალები, რომლებშიც არის. და ამის გამო მე 1000 გაუგუმართება ხდება, გონიათ რომ რაღაცა ესეთები არის, თქვა ქალებს, რომელსაც მამაკაცური ազդვისებები აქვს, გონიათ რომ რაღაც ისინი კაცები არიან, იტანჯებიან, მე იცვლიან სქესთან, ну ასე შემდეგ. 1000 რაღაცები მოსდევს ამას. იმის მაგივრად რომ რაღაც სწორად მოიმართონ და პირიქით იქ იბრძოლონ, სადაც სუსტი წერტილი აქვს და გაიმარჯვონ და მისცენ გასაქანი იმას, რაც სწორია და რაც ჯანსაღია. გამოცალკევდა ევა მისგან. და უყურეთ, აი ამ მომენტს იხსენებს ახლა უფალი რომ, როდესაც შექმნაო, მამაკაცად და დედაკაცად შექმნაო. ადამიანისაგან ევას გამოცალკევება არ არის ახალი შესაქმე. აი ამაზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. ადამიანის შექმნით შესაქმე დასრულებულია. ანუ ახალი ადამიანი არ იქნება ევას სახით. ევა არ არის ახალი ქმნილება ღვთისა. ევა ადამიანშია. უბრალოდ გაყო უფალმა, გამოაცალკევა. ვთქვით, აი ძალიან კარგად მინდა რომ გაიგოთ ეს მომენტი, რა ძალიან მნიშვნელოვანია. და რაც შეეხება ახლა თქვა ადრე ერთხელ ვისაუბრე კიდევაც ამასთან დაკავშირებით, რომ ახლა ძალიან ბევრი ქალს ახლა დღეს მით უმეტეს ამ რაღაც ფემინისტურ ეპოქაში და რაღაცა კლარა ცეტკინევის და როზა ლუქსემბურგების, აი ძალიან ბევრი ქალს აქვს რაღაც ამბიცია, გათანასწორების მამაკაცთან. ეს არის დამღუპელი შემოძვირფასებული, არაფრით არ შეიძლება. არაფრით არ შეიძლება. დამიჯერებ, მენდეთ. მე ჯერ ქალი არ მინახავს ბედნიერი, რომელმაც კაცს გაუთანასწორა თავი. არ მინახავს. ვერც თქვენ ვერ ნახავთ დამიჯერებ, დამერწმუნეთ რა. ქალი მაშინ არის ბედნიერი, როდესაც თავდაბლად ახსოვს თავისი ადგილი მამაკაცის გვერდზე. და აი იმ თავის ადგილზე თავის მაქსიმუმს აკეთებს. სრულიად საკმარისია დამიჯერეთ. აბსოლუტურად არ არის აუცილებელი რომ ადგილდა ეხლა შენ კაცობა დაიგავო რა. და საჭეწა ართვა მამაკაც რომ ეხლა მე უნდა წავიყვანო ოჯახის გემი და იქ ქვეყნის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ეს ძალიან მძიმე თემაა და დამერწმუნეთ, ზუსტად ვიცი, რასაც გეუბნებით, ძალიან ბევრი მაქვს ნაფიქრი, ძალიან ბევრი მაქვს ნაკითხი, ნაგრძნობი და ზუსტად ვიცი, რასაც გეუბნებით. და ეხლა თუ რომელიმე თქვენთანაც კიდე მაინც ეჭვგეპარებად ეხლა სამწუხაროდ, ნუ ეხლა აქ არა გვაქვს იმის საშუალება ჩვენ რომ ძალიან ჩავეძიოთ და ჩავუღრმავდეთ. შეგიძლიათ მომმართოთ დეტალებში აგიხსნით ყველაფერს რა. დამერწმუნეთ რა. ნამდვილად ესეა რა.
თუ არა და თქვენ ყავთ მაგალითად ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და შეხედეთ და მიბაძეთ როგორი იყო და უცებ მიხდები ყველაფერს რა. ის გარდა კიდევ ბევრი წმინდანი ქალი, სხვათა შორის. და რას ახსენებს უფალი ფარისევლებს მიაქციეთ ყურადღება რომ მამა აი უყურეთ თავიდანვე შეახსენა ის რაც ყველაზე არსებითი და ყველაზე მნიშვნელოვანია. რომელ დაშორებაზე მელაპარაკებითო? თქვენ არ გახსოვთო რომ ადამიანი მამაკაცად და დედაკაცად შეიქმნაო. ერთი არსებაა, რომელიც განიყო. მაგრამ ერთად არიან ისინი. და შემდეგ, ანუ ამით აი თავიდანვე აი სწორედ იმ მათ გამრუდებულ ცნობიერებას დაარტყა უფალმა საიდანაც მათ შემდეგ უკვე შეკითხვა დაუსვეს ღმერთს. და შემდეგ ეუბნება დას თქვაო უფალმაო, რომელმაც კიდევ ერთხელ გეუბნები წინასწარ განჭვრით და კაცობრიობის მომავალი, ამისთვის დაუტეოს კაცმან მამაითვისი და დედაითვისი და შეეყოს სოლსათვისა და იყვნენ ორნივე იგი ერთ ხორცს. ვით არამედ აღარა არიან ორ, არამედ ერთ ხორცს. აც უკვე რომელნიგი ღმერთთან შეაუღლა კაცი ნუ განაშორებს. უაღრესად მნიშვნელოვანია და მოდი კარგად გავიაზროთ ეს ყველაფერი. ამისთვის დაუტეოს კაცმან მამაითვისი და დედაითვისი და შეეყოს სოლსათვისა. ეხლა ეს მინდა ვთქვა თითოეული ჩვენთაგანის გასაგუნად განსაკუთრებით ქალბატონების, განსაკუთრებით დედების. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა დღეს ჩვენში, ძალიან აქტუალური და რა ნიშნით მინდა გითხრათ. ალბათ ბევრჯერ გაგიგიათ, ხო, ეხა სიძე-სიდედრის დაპირისპირება, ძალდედამთილის დაპირისპირება, რატომღაც ქალები, ხო? სიმამრი და მამამთილი ნაკლებად, უფრო ქალები. რატომ ხდება ეს, იცით? იმიტომ რომ ვერ ახერხებენ ქართველი დედები, არა მარტო ქართველი, მაგრამ მოდი ჩვენ ქართველებზე ვისაუბროთ რა, სხვები თავის თავს მიხედავენ. ვერ ახერხებენ ქართველი დედები, რომ გადაჭრენ ჭიპლარი რა და გაუშვენ შვილი მარტო. გაიაზრონ ის, რომ შვილი ცალკე მოვლენაა, ცალკე პიროვნებაა, ცალკე ადამიანია. და არ არის აუცილებელი, რომ 40 წლის შვილს და 50 წლის შვილს შეახსენო, რომ თბილად ჩაიცვი გარეთ სივაო რა. და დილით ისაუზმე თუ არ ისაუზმეო. ეხლა ეს გასაგებია ერთი მხრივ სიყვარულის გამოვლინებაა და ეხლა შეიძლება უბრალოდ გაგვიღიმოს, მაგრამ დამიჯერეთ მეორე მხრივ ეს არის ტრაგედია ხალხო. იცით რატოა ტრაგედია? იმიტომ რომ შემდეგ უკვე იწყებენ მშობლები, დედები განსაკუთრებით კონტროლს, როგორ უვლის ეხლა მისი ცოლი მის შვილს. უვლის ისე როგორც საჭიროა, როგორც წესი, როგორც მეტოქეს და როგორც კონკურენციის აღიქვამენ მას. და რატომღაც ეხა რომ იფიქრონ რომ მასზე უკეთესად უვლის რა, რატომღაც. მასზე უკეთესად აჭვენს, მასზე უკეთესად ზრუნავს, გრძნობს. და ეს არის დამღუპელი. აი ამიტომ მე მინდა გთხოვ თითოეულ თქვენთაგანს განსაკუთრებით დედებო. ნუ იქნებით ესეთი მიწეპებულები თქვენ შულზე. ნუ გონიათ რომ შულს რო იწეპებ, ამით კარგს აკეთებ რამეს. არა, პირიქით. ეს არის ძალიან ტრაგიკული რამ. არასოდეს არ მიიწეპოთ საკუთარი შვილი. და არც თქვენ არ მიეწეპოთ, არავინ არ გეუბნეო რომ არ გიყვარდეთ. უნდა გიყვარდეთ, თავგანწირვამდე უნდა გიყვარდეთ. მაგრამ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ რომ ის არის ცალკე ადამიანი, ცალკე პიროვნება. და უყურე რა წერია შავით თეთრზე, უფალი გეუბნება. პირდაპირ ამით იწყებს. ამისთვის დაუტეოს კაცმან მამა თვისი და დედა თვისიო, ანუ მიატოვოს, დატოვოს თავისი მშობლები, აი სწორედ ის მშობლები, რომლებსაც თვალისჩინივით უყვარს მისი გულისათვის ზათ არიან თავი გაწირონ და შეეყოს ცოლსათვისა. შეუერთდეს თავის მეუღლეს. აღარა არიან ორ, არამედ ერთ ხორცო. ანუ მასთან ხდება ერთი მთლიანობა. მიაქციეთ ყურადღება, მე ბევრი ცოლქმრისთვის მithქვამს ეს. და ეხლაც მინდა რომ გაგიმეორებ. სამწუხარო ძალიან ბევრ ცოლქმარს ოჯახს გონიათ რომ შვილი არის მათ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი. ტყუილია ეს. თამას მე კი არ გეუბნებით, უფალი გეუბნებათ. მე ვიმეორებ და ვადასტურებ უბრალოდ. ცოლქმრულ ურთიერთობაში მთავარი არის ცოლქმარი. ისინი არიან ერთ ხორცი. თორე აი იმ შვილებზე, რომლებზეც ჩემ ზედამთვარე ამოგდის და რო გონია რომ ის შვილია მთავარი თქვენ ურთიერთობაში,
წერია ზუსტად ეს სიტყვები, რომ ამისთვის დაუტევოსო მერეო კაცმა მამაო და დედაო და თავის ცოლ შეუერთესო. ანუ აუცილებლად დადგება დრო, როდესაც ის მომწიფდება საიმისოდ და მოთხოვნილება გაუჩნდება აუცილებლად რომ თავისი პირადი ოჯახი შექმნას. ცალკე გამოგეყოს შენ და შეეყოს ცოლსათვისა. რომელნი ღმერთმა შეაუღლა, კაცი ნუ განაშორებსო უფალი მტკიცედ ბრძანებს. ეს არის კურთხევა ღვთისა. ამიტომაც უმძიმესი და უდიდესი ცოდვა ჩადგომა ოჯახში. აი მე ბევრი მინახავ სამწუხარო და ბევრი მომისმენია რა. აღსარებები, როდესაც რაღაცა უყვარდებათ ვიღაცის ქმარი, უყვარდებათ ვიღაცის ცოლი და ეს სიყვარული ჯანსაღი რაღაცა გონიათ და ვერ ხვდებიან რომ ეს არის ვნება. და რას ნიშნავს ვნება ხალხო იცით? და რითი განსხვავდება იცით ვნება ნამდვილი სიყვარულისაგან? ვნება გვნებს და სიყვარული არ გვნებს, არ ჩვენ და არ სხვას. და ის ვნება შენს გვნებს და იმასაც ვისთანაც ურთიერთობა გაქვს. თორე გრძნობადობის თვალსაზრისით არანაირი განსხვავება არ არის. ზუსტად ისეთივე სიმძაფრე, ემოციებისა, გრძნობებისა, ერთად ყოფნის სურვილი, გულის ფანცკალი, ყველაფერი აბსოლუტურად. აი რა ჯანსაღ შემთხვევაშია, ზუსტად იგივეა, უფრო მეტსაც გეტყვით, კიდევ უფრო გაგიმძაფრებს ბოროტი, აი იქ, სადაც არ არის სწორი, არასწორი მიმართულებით. ამიტომაც არის, რომ უყურეთ თვითონ სიტყვასაც დაუკვირდით, საყვარელი დაარქვეს, გესმის, უკანონო ურთიერთობას. ცოლი არ ყოფილა საყვარელი, ცოლი საზიზღარია და ის საყვარელია რა. იმიტომ რომ იქ არანაირი ვალდებულებები არის, მარტო სიამოვნება რა, მეტი არაფერი რა. ერთი მხრიდანაც მეორე მხრიდან, მაგრამ ეს ყველაფერი ხომ დროებითია. და რატო არ ფიქრობ ჩვენ ამ ყველაფერს? ეს ყველაფერი ხო ეშმაკის რეკლამა, რომელსაც ბოლო 100 წელი იცოცხლო, თქვა. მოკვდება რა? მოყვებას არის შენი გარდაცვალება, ხო? გარდაცვალებამდე დაბერდები და ეგ ყველაფერი ისედაც ჩამოგშორდება. და მე ღვთის წინაშე როგორ მედიხარ? და გინდა რომ აი ამ დროებითში, ამ წამიერში, ამ წარმავალში გაცვალო შენი მარადისობა? და რა საწყალი ხარ, ვერ ხვდები? ვერ ხვდები ეთყობა, რა კი ესე ცხოვრობ. მაგრამ მე მოუწოდებდი თითოეულ ადამიანს რომ ამას მიხვდეს და ამაზე დაფიქრდეს, იმიტომ რომ ეს არის უმძიმესი რამ. და ნახეთ რა ბრძანებს უფალი. რომელნი ღმერთმა შეაუღლნა და ღმერთმა იცი ვინ შეაუღლნა? ვინც ერთმანეთის ოკმარი არის. მით უმეტეს თუმად ჯვარი აქვს დაწერილი. შვილები ყავთ. კაცი ნუ განაშორებსო. ალბათ გაგიგიათ ესეთ ფრთიანი გამოთქმა, რომ სხვის უბედურებაზე საკუთარ ბედნიერებას ვერ აიწყობ, მაგრამ რატომღაც მაინც ბევრი ცდილობს ხოლმე რა, რომ გონია რომ თვითონ გამონაკლისი იქნება და თვითონ შეძლებს რომ აიწყოს სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერება. არ დაიჯეროთ ხალხო. ტყუილია, მთელი პასუხისგებლობით მინდა გითხრათ რა. თუ აქამდე ილუზიებში იყავით, ეხლა გამოფხიზლდით და იცოდეთ რომ წარმოუდგენელი ეგეთი რაღაც. მე ჯერ არ მინახავს ეგეთი ადამიანი. ვერ აიწყობს სხვის უბედურებაზე შენს ბედნიერებას. ღმერთი არ მოგცემს მაგის საშუალებას. იცით რატო? ისევ იმიტომ რომ შენ არ დაისაჯო. უფრო მეტად. და ღმერთი აუცილებლად ხელს შეგიშლის. აუცილებლად დაგიჩის აქ, რომ იქ არ დაიტანჯო მერე ცუდად, ძალიან. და გიხაროდეს შენ თუ აქ ისჯები. რომ იცოდე ამითი რომ იქ მერე გეპატიება ღვთის წინაშე. თუ სინანული გექნება და თუ გაიაზრებ ჩვენი ერთხელ, რა თქმა უნდა ეს ყველაფერი. ასე რომ ძალიან გთხოვთ მიაქციეთ ამას ყურადღება. ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი, აქტუალური თემა. დამოკიდებულება ჩვენს შვილებთან. როგორ უნდა ვიყო? დედასაც და მამასაც უნდა ახსოვდეს, რომ როდესაც ზრდის შვილს, თუ ბიჭს ზრდი თავისი ცოლისთვის და თუ ზრდი გოგოს ზრდი თავისი ქმრისთვის. და არა იმისთვის, როგორც დღეს ზრდიან შვილებს შეუძლები, რომ რაღაცა ინვესტიცია რო არის შვილები მათთვისა, რომ მე სიბერეში რომ მოუარო და მიხედონ რა. არაფრით არ შეიძლება ესეთი დამოკიდებულება ხალხ. როგორ შეიძლება ესეთი რაღაც ანგაჟირებული დამოკიდებულება ჩვენთან მიმართებაში? წელებზე ფეხს იდგამენ, დღე-დაღამე მუშაობენ, ასწავლიან, უცხოეთში უშვებენ, მაგრამ მიზანი ამას იცით რა აქვს? რომ სიბერეში პატრონი ყავდეთ მე რა და დაუფასოს შვილმა. და აი როდესაც ჩვენ აი ამ მიზნით აკეთებ და ამ მიმართულებით ხო?
არ დაგიფასდება დამიჯერე რა. და დაგიფასდება ზუსტად იმ დროს, როცა შენ სუფთად და უანგაროდ აკეთებ, სწორი დამოკიდებულებით. როდესაც შვილს ზრდი ღვთის წინაშე სულფასოვან პიროვნებად, კეთილ პიროვნებად, მოსიყვარულედ, ასწავლის სიყვარულს, ასწავლი უანგარობას, სიკეთის კეთებას, სიკეთეს აყვარებ. ზრდი თავისი მეუღლისთვის, ზრდი სამშობლოსთვის, როგორც ზრდიდნენ ქართველი დედები, სამშობლოს უზრდიდნენ შვილებს და ბედნიერი იყო დედა იმ ტკივილთან ერთად, რომელიც მის გულში იყო, რომლის შვილიც სამშობლოს შეეწირებოდა. და დღეს ეს ჩვენ ყველაფერი ძალიან დაგვიკნინდა სამწუხაროდ და ძალიან გამოფხიზლება გმართებს რა. შემოვაწუნება გვჭირდება, რომ აი სწორად გამოვიხედოთ თვალებში რა და რაღაცა დედიკოს ბიჭები არ გავზარდოთ და გინდა დედიკოს გოგოები. არ არის ეს სწორი რა. თავიდან უნდა მივაჩიოთ დამოუკიდებლობას, ღირსებას და იმას რომ უნდა გაიკაფოს თავისი ცხოვრება თვითონ. კი, შენ გვერდზე ედეკი ყოველთვის. და აი ამიტომ არის, მე რაც გითხარით, რომ აი როდესაც ამას ვერ ახერხებენ, განსაკუთრებით ქართველი დედები, იმიტომაც არის ამდენი კონფლიქტები. ძალდე დამთილ შორის, სიძეს იმავს შორის, სიძეს იდეც შორის უკაცრავად. აი სწორედ ამიტომ, რომ ვერ ახერხებენ აი ამ ჭიპლარის გადაჭრას რა. მიწეპებული ყავთ ყოველდღე და მიწეპებულნი არიან თვითონ და უფრო მეცაც გეტყვით, ამით ამაყობენ ბოლომდე. არ შეიძლება ხალხო, არაფრით არ შეიძლება. ეს არის დაუშვებელი, ეს არის დამღუპველი. შენთვისაც და იმ შვილს ხო უნგრევ და უნგრევ ოჯახს. მერე უკვირთ ხოლმე, ვა ბიჭო, აი რატო არ უყარო რა მრზავს? ან სიძეს. ბიჭო, იმიტომ არ უყარ ხარ, რომ უტარო კოზუით ეჭხირები იქ, სადაც არ უნდა იყო. ერთადერთი ადამიანი, რომელიც სოლქმარს შორის არ არის ზედმეტი, ეს არის სულიერი მოძღვარი. საერთო სულიერი ავტორიტეტი, რომელსაც ერთი წედოა მეორეც, ერთი ჭკუას ეკითხება მეორეც, ერთიც ბოლომდეა გახსნილი და მეორეც. აბსოლუტურად ყველა დანარჩენი დედა, მამა, და, ძმა, ძმაკაცი, ბიძაშვილი, ბაბუა, აბსოლუტურად ყველა არის ზედმეტი. დამიჯერეთ და დამერწმუნეთ. არაფრით არ შეიძლება ესეთი უხეში ჩარევა ოჯახი ძალიან დიდი სიწმინდეა და ძალიან დიდი საიდუმლოა, რაც ყველაზე მთავარია. და შეუძლებელია რომ ამ საიდუმლოში შენი ბინძური ხელებით ჩაერიდ. არაფრით არ შეიძლება. რაც არ უნდა ესე დარწმუნებული იყო რომ სასიკეთო განზრახვა გამოძრავებს და შვილის გადარჩენა გინდა. ერთადერთი ისიც რაც შემთხვევაში შეიძლება ჩაერიო, როცა ნუ ხედავ რომ რაღაც ცოტა ისეთი მდგომარეობაა რომ ან რაღაცა ფიზიკურ ძალადობას აქვს ადგილი ან რაღაცა გამოუსწორებელ მდგომარეობას, გამოუსწორებელი ლოთია, გამოუსწორებელი ნარკომანია, გამოუსწორებელი მოთამაშეა. და თან ისიც იმ შემთხვევაში თუ კი ძალადობაა და თუ კი შენი შვილი ვეღარ უძლებს ამას. თორე თუ ის უძლებს, უნდა აცალო. ის სიყვარული მას ღვთისწინაშე შეეწირება, როგორც თავდადება, როგორც ღვაწლი, როგორც გმირობა. მაგრამ ნუ თუ ფიზიკური შეხებაა და იქ ზემატყება, იმ შემთხვევაში თავისუფლად შეიძლება მე კურთხევლასაც და ყოველას ჩაერიოს. ყველა მშობელს. სხვა შემთხვევაში არ უნდა ჩაერიო. პირიქით, შენ უნდა იყო მშვიდობის მყოფელი და შენ უნდა ეცადო ყველანაირად მთელი არსებით, რომ ისე იმოქმედო, რომ იმათ რო რაღაცა გაუგებრობა აქვს ერთმანეთში, რომ შენ პირიქით მოუგვარო, დაულაგო, არასოდეს შენი შვილი არ გაამართლო, პირიქით. იყო ისეთი რა. მშვიდობის მტრედი. ამას სამწუხაროდ ჩვენ ვერ ვახერხებთ, არა და ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და უაღრესად აქტუალური. ფიქრი გმართებს ამას. ხოლო მათ რქვეს მას, ანუ უფალმა უპასუხა, რომ აი ესე უნდა მოიქცეთ. თავიდანვე ერთად იყვნენ შექმნილი ადამიანები, მამაკაცად და დედაკაცად, და ანუ შეახსენა, რომ ეს ისეთი ერთობაა, რომელიც არ უნდა დაირღვეს იდეაში არასოდეს, პირდაპირ თქვა უფალმა, რომელიც ღმერთმა შეაუღლა კაცი ნუ განაშორებს. მაგრამ ნუ მაშ რა ხდება? მოდი გამონაკლისი შემთხვევები გავითვალისწინოთ. ეხლა რა შემთხვევაში უშვებს, ასე ვთქვათ, უფალი ოჯახის რღვევას. ხოლო მათ რქვეს მას, ანუ ისინი არ ისვენებენ და მაინც ეკითხებიან. რაისათვის უკვე მოსე ამცნო წიგნი განტევებისა იმ მიცემა და განტევებად? შენ თუ ეხა ეგრე გვეუბნებიო, ეხა მოსე ხო შენზე დიდია, ეხა ისინი ხო ყვდებიან, რომ ეს უფალია. და მოსემ დაგვიწერაო ჩვენო, რომ განტევების წიგნი უნდა მისცე და განუტევო, ანუ იმ განტევების წიგნში იწერებოდა ის რატომ, რისთვის ხდება ეს განშორება, თუ რაღაცა ეკუთვნოდა იმას მისცემდა და ნუ გაუშვებდა. და რატო დაგვიწერაო მაშინ მოსემო ჩვენო ესო? ანუ
თუ შენ ამბობ რომ კაცი რო შეუულდება უნდა იყვნენ ერთად იმიტომ რომ მათი ერთობა არის მტკიცე ეს საიდუმლო არის საოცარი და ეს არ უნდა დაირღვეს არასოდეს და ესე შექმნა უფალმა მაშ მოსემ რატომ მოგცა უფლება გაშორებისა თუნდაც რაღაც კონკრეტულ შემთხვევებში მიუგო იესო და თქვა ამათ უფალი პასუხობს მოსე გულფიც ხელობისა თქვენისათვის გიბრძანა განტევება იცოლთა თქვენთან ხოლო დასაბამსა არა ეგრე იყო აი ნახეთ ესე ძალიან მნიშვნელოვანი რამ მოსემო თქვენი გულფიც ხელობის გამო მოგცათ უფლებაო გაშორებისაო თორე თავიდან ესე არ ყოფილაო ღმერთს ესე არ ჩაუფიქრები ხართ ღმერთის განგება არ არის ეს ღმერთის ნება არ არის ეს რომ რომელიმე ცოლქმარი გაშორდეს ერთმანეთს ღმერთს ეს არ უნდა არასოდეს კატეგორიულად ეს ხდება ყოველთვის ეშმაკის მანქანებით და ადამიანების არასრულყოფილი სიყვარულის გამო ერთმანეთის მიმართ აი ეს ორი მიზეზი აქვს ამას გულფიც ხელობისა თქვენისათვის რა იგულისხმება ამ გულფიც ხელობაში ადამიანის ეგოიზმი ის რომ ვერ ახერხებს ქმარი რომ უყვარდეს სული ისე როგორც საკუთარი თავი უყვარს ვერ ახერხებს სული რომ შეიყვაროს ქმარი როგორც საკუთარი თავი უყვარს იყოს ისეთივე დამთმობი ისეთივე მიმტევებელი ისეთივე სულგრძელი მეუღლის მიმართ როგორც არის საკუთარი თავის მიმართ ვერ ახერხებს ამას და რაღაც მომენტში თავის მოთმინებას უდებს ზღვარს და ჩვენი ერთ დღეს გამოუცხადებს თავის მეუღლის როდემდე უნდა გითმინო აუ მივიდა ყელში მე შემდგე შემოგწირო ჩემი თავი ეცოდება უკვე საკუთარი თავი ისმის და გადაწყვეტს რომ აი რაღაც ანუ ბევრჯერ მომისმენია მე ესეც სიტყვის საუკეთესო წლები შემოგწირე შეირგე ეხლა მაცალე მე რომ ჩემთვის ვიცხოვრო რა და ნუ მე რეიწყებს ალკე ცხოვრებას როგორც წესი ერევა ცხოვრება ცალკე ქმარს ცალკე ცოლს გადაეკიდება იქ ვიღაცას რაღაც საშინელი შეიძლება ისეც მოხდეს რომ ვიღაცა ნახოს რომელთანაც თქვა რაღაცა დაალაგებს ურთიერთობას მაგრამ დამიჯერეთ რომ მას აუცილებლად მოიკითხება ღვთის წინაშე ის პირველი გამოჩენილი მოუთმელობა და იმ მეორესთან იცით რომ რატო ახერხებს უკვე ურთიერთობის დაალაგებას იმიტომ რომ პირველთან ჩადენილ შეცდომებს ითვალისწინებს იმას ითვალისწინებს და იმიტომ ახერხებს რომ დაალაგოს შემდეგ უკვე ურთიერთობა ამ მეორესთან იქ რაც ვერ მოითმინა და არ მოითმინა უკვე აქ ითმევს თორე ხშირ შემთხვევაში უფრო მეტი მოსათმენი აქვს ხოლმე მეორე შემთხვევაში ვიდრე პირველი მაგრამ აქ უკვე ითმენენ იმიტომ რომ უკვე საკუთარი გამოცდილებით იციან რომ უნდა მოითმინონ რა ნუ ხა არის ისეთი ძიმე შემთხვევებიც რომლებიც ვერ ხვდებიან ვერც მეორე შემთხვევაში მე კიდე ანგრევენ ოჯახს მე მესამეს ქმნიან მე კიდე ანგრევენ მე მეოთხეს ან ზოგი არც ანგრევს და უბრალოდ იწყებს აი თავისუფალ ურთიერთობებს იმიტომ რომ სულაც აღარ უნდა ის რაღაც ზედმეტი პასუხისგებლობები რატომღაც ამ თავისუფალი ურთიერთობით გონია რომ თავისუფალია ამ პასუხისგებლობისაგან ღვთის წინაშე რასაც უმძიმესი ცოდვა ქვია და მრუშობა ქვია ასე რომ უყურეთ რას ამბობს უფალი თავიდან ეგრე არ ყოფილაო ესე არ შეუქმნია ღმერთსო და ღმერთს არ დაუშვიაო წინასწარ რომ შეიძლება გაშორდნენ სულქმარები ეს თქვენ გემართებათ ეს თქვენი ბრალია ეს რაც გემართებათ თქვენი გულფიც ხელობის ბრალიაო ეს თქვენი ეგოიზმის თქვენი ფხუკიანობის თქვენი მოუთმელობის აი ამ ყველაფრის გამოა თორე როგორ ეხლა ადამიანი საკუთარი თავის უშლის ნერვებს ბევრჯერ ცხოვრებაში ხო რაღაცა ბევრი ისეთი თვისება გაქვს რომელიც ნერვებს გიშლის და აღმოაჩენ თქვა ადამიანებთან ურთიერთობაში მოგეშლება შენ თავზე ნერვები შეიძლება შენ თავს რაც შეაგინო რაღაც თავის მიერხა კედელს რაღაცა მაგრამ ამის გამო რა თავს იკლავ შვენივრად პატიო ხო და მეორე წუთში ისე გემრიელად გემეტება საკუთარი თავისთვის ყველაფერი საუკეთესო რომ მეტი რომ არ შეიძლება მეორე წუთში უცებ შეგილია მიუტეო და აპატიო საკუთარ თავს ყველაფერი და რატომ და სიცოცხლის ბოლო წამამდე მზად ახარ უქმნო საკუთარ თავს ნებისმიერი ცოდვა ნებისმიერი უჯულოება ნებისმიერი უმსგავსობა და მანკიერება და რატომღაც ესეთი დიდ სულოვნები არა ვარ სხვათან მიმართებაში
განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეს მეუღლესთან ურთიერთობა არის პირდაპირ შენი ცხოვრების ასპარეზი. აი როგორიც ხარ მეუღლესთან, ის ახალ სინამდვილეში შენ. მეუღლესთან შენი ურთიერთობა არის სარკე შენი სულისა. სხვებთან, ვისთანაც ესეთი ეპიზოდური შეხვედრა გიწევს, ძალიან ადვილია რა. ყოველ შემთხვევაში ბევრად ადვილია საკუთარი თავის მობილიზება, თავის შეკავება და რაღაცა მხოლოდ კეთილი მხარე წარმოჩენა, მაგრამ მეუღლესთან ურთიერთობა ეს ყოველდღიური სადღეღამისო ურთიერთობაა რა და იქ უკვე ადამიანი ამ ნიღაბს ვეღარ ატარებს და გინდა არ გინდა იხსნი ერთჩვენიერ დღეს ამ ნიღაბს და ის ხარ რაც ხარ უნებრივი ყველა შენი სისუსტით და მავნე და უაზრო ჩვევებით რა და აი თუ ეს ვერ შეძელი რომ აი ესეთი ანუ ისეთი შეიყვარო ის შენი მეუღლე როგორიც არის საკუთარი თავი ხო გიყვარს ისეთი როგორიც ხარ სისუსტეებიან ღირსებიანად აი ზუსტად ესე უნდა შეძლო რომ შეიყვარო შენი მეუღლეც კიდევ ერთხელ გეუბნებით მეუღლესთან ურთიერთობა ეს არის ცხონების ასპარეზი ადამიანისათვის უფალი აზბზანებს გაიხსენეთ ვინ გადარჩება რომელმან დაითბინოს სრულიად ვინც ბოლომდე მოითბენს ის ცხონდება აი ბოლო წამში რო გიმტყუნებს მოთმინება ვერ ცხონდები ვინც ბოლომდე მოითბინოს იგი ცხონდეს კიდევ ერთხელ ვამბობ არის რაღაცა გამონაკლისი შემთხვევები და ძირითადად ეს შემთხვევები არის რაღაცა ფიზიკური შეხება როდესაც თქვათ მეც პირადად მე თვითონ მეუბნები ხოლმე რომ წამოდი შულო თავს უშველი ფიზიკურადაც ჩავრეულა უფრო მეცაც გეტყვით არის ესეთ შემთხვევა შეიძლება იყოს თქვათ რაღაცა არაფიზიკური შეხება მე თქვათ რაღაცა ფსიქოლოგიური ტერორი ადამიანზე რა მუდმივი დამცირება მუდმივი იგნორირება მისი პიროვნების ნიველირება უგულებელყოფა აი როდესაც ეს ხდება ესეც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აი როდესაც პიროვნებას კლავ აი როცა ხედავ რომ შენ შვილს მისი მეუღლე სპობს პიროვნულად შეიძლება ფიზიკურად არსებს მაგრამ შეიძლება იმას ერჩივნოს რომ ფიზიკურად ეხებოდეს ვიდრე აი ეს მორალურად ანადგურებდეს და სპორტდეს რა და როცა შენ ყველაფერს გააკეთებ როცა დაინახავ რომ ისიც ის ნუ ფაქტიურად ვეღარ აკეთებს უკვე დეგრადირებულია და პარალიზებულია და ყველაფერი სადე რომ რაღაცნაირად აზე მოგიყვანა გონს მოგიყვანა მაგრამ არაფერი არ შველის ესეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა უშუალო შენ შვილს და თვითონ ამ ადამიანს შეუძლია რომ გაშოვდეს მაგრამ სხვა ყველა შემთხვევაში შენი მეუღლის უსაქციელობა ცუდი ხასიათი რაღაცა ასე შემდეგ კეთილი უნდა ინებო თუნდაც უფულობა თუნდაც რაღაცა ვერ შეთავსებულობა და ფეხის ვერ აწყობა ამ დროისათვის ეს არავითარ შემთხვევაში გამერწმუნებს არ წარმოადგენს მიზეზს საიმისოთ რომ ოჯახი დაიგეს არავითარ შემთხვევაში კიდევ ერთხელ ხას უსვა წარმოუდგენელია დღეს სამწუხაროდ ეხა ეს ყველაფერი რასაც მე თქვენ გეუბნებით აბსოლუტურად განუყირავებულია და სადმე მოგისმენიათ რომელიმე ტელევიზიით ან სადმე ვთქვათ ვიღაცისგან აი მსგავსი რამ რაც მე ვსაუბრობ პირიქით რა ესე იგი ისე იოლად უყურებენ დღეს ოჯახის ნგრევის თემას საერთოდ ნგრევაც თვითონ ეს ტერმინიც ამოღებულია უკვე რა რომ ნგრევაზეა ლაპარაკი არ მოგწონს გაშოდი აგერ 1000 ადამიანია და ვიღაცას ნახავ რა არ ნახავ და იქნება შენთვის გეყოლება მეგობარი გოგო გეყოლება მეგობარი ბიჭი რა მოხდა არ შეიძლება არ შეიძლება მე გეუბნებით ამას თქვენ იმიტომ რომ ძალიან დაიჯებთ ღვთის წინაშე მე და თქვენ ცხოვრებასაც აურევთ თქვენ შვილებსაც დაუნგრევთ ცხოვრებას და დაამახინჯებთ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ რა ასე რომ არ დაიჯეროთ ის ყველაფერი ის აგიტაცია პროპაგანდა რაც დღეს ხდება ცივილიზებულ მსოფლიოში ეს ყველაფერი არის ტყუილი იცოდეთ ძალიან დიდი და ძალიან ისეთი მომხიბლები ტყუილი რა და რაზე აგებული ეს ტყუილი მოდი მივაქცეთ ყურადღება ადამიანის სიამოვნებაზე ესე იგი ეშმაკმა კარგად იცის რომ ადამიანს არ უყვარს საკუთარ თავზე ძალის დატანება არ უყვარს რაღაცის მოთმენა არ უყვარს რაღაცა ღვაწლის აღება თავის თავზე და სულ მიდრეკილი არის იოლი ცხოვრებისკენ
კომფორტული და სასიამოვნო ცხოვრებისკენ. აი მიაქციეთ ყურადღება ჩვენ ცხოვრებას, აი როგორ მიდის ეს ყველაფერი რა. ესე იგი, მაქსიმალურად ამარტივებს ეშმაკი ადამიანისთვის ცხოვრებას რა. ოღონდ არ გაინძრეს და იჯდეს ერთ ადგილზე, კონდეს ყველაფერი რა. აი იყო დრო, როდესაც მე 20 საუკუნის დასაწყისში გამოიგონეს ტელევიზორი, ხო? თუ სწორად მახსოვს, ალბათ 30-იან 20-იან წლებში. შეიძლება ცოტა აკეთიც. გამოიგონეს ტელევიზორი, ნუ საოცარი გამოგონება, ხო, რაღაცა ვიღაცა სადღაც ზის, რაღაცას საუბრობს და შენ ხედავ 9-ს ეკით ამას ყველაფერს, ხო? ნუ ეხლა დღეს არ გვიგვირს ჩვენ თორე ხა ეს მართლა საოცრებაა, ხო, თქო, ადამიანი რომელსაც პირველად აღმოაჩინა, რომ ეთერში, ჰაერში არის რაღაცა ტალღები. და ამ ტალღების დაჭერა შეიძლება, ვთქვათ, რაღაცა აი ესეთი გამოსახულებად გარდაქმნა, ხმად გარდაქმნა და ასე შემდეგ, ხო? იმ პირველ ტელევიზორებს ჰქონდა ესეთი ხელის გადასართველი რა, მე კარგად მახსოვს ეს ტელევიზორები და ჩემი თაობისა ვინც ახართ, ალბათ ყველას კარგად გახსოვთ რა. ანუ და სულ რაღაც 2-3 არხი იყო რა. და იმისათვის რომ გადაგერთო ტელევიზორი, კეთილი უნდა გენება, უნდა შეგეწუხებინა თავი, უნდა ამდგარიყავი, რბილად მოკალათებული სავარძლიდან, გადაგედგა რამოდენიმე ნაბიჯი, იმიტომ რომ ახლოდან ყურება არ შეიძლებოდა, დიდი გამოსხივება ქონდა ძალიან. და უნდა მისულიყავი, ხელი გადაგეტრიალებინა ეს გადასართველი. მე უკვე გამოიგონეს ეს გადატრიალება ეთყობა რაღაცა ცოტა ზედმეტ იმასთან იყო, რაღაც მაინც ახლა იღლებოდა ადამიანი რა და გამოიგონეს მე ესეთი ღილაკებიანი, რაღაცა ღილაკს მიაჭერდი და გადაერთვებოდა. ქართული ტელევიზორი იყო ფერადი ივერია, პირველად რომ შემოვიდა მახსოვს რა. მიაჭერდი გადაერთვებოდა. ვა, ეს უკვე მაგთან ინთებოდა ეს ღილაკი მე რომელიც იყო ისა გააქტიურებული. მე დაფიქრდა ეხლა ეს ადამიანი რა ბიჭო რაღაცა ეს რაღაც ზედმეტი შრომაა და ზედმეტი ის არის და მე მოიფიქრა რა რომ მოდი რაღაცა ისეთ რამს ახლა რა კი ეს ტალღები არსებობს. მე აღმოაჩინეს ინფრაწითელი გამოსხივება, რომელსაც შეუძლია ასევე რაღაცა შორიდან ზემოქმედება უკონტაქტოთ, ასე ვთქვათ, ფიზიკური კონტაქტის გარეშე, ხო? გამოიგონეს მე ეს რაღაცა დისტანციური პუნქტი. რო ადგილიდან გაუმძევლად შეძლო ეს. აი, დააკვირდით ხალხო უბრალოდ. ეს მართლა სასაცილოა რა, აი, სულიერი თვალით თუ შეხედავ ამას რა. მე ეხლა ეს პულტის აღება, ხელში დაჭერა ხო ძნელი რა. როგორი ახლა ამ სიმძიმე პულტია, აიღე, მოძებნე ის ღილაკი რომელიც გინა გადარტე და ეხლა მოიფიქრეს უკვე რომ ესე იგი, ის ტელევიზორი შენ გძნობს, შენ ჟესტებს ხედავს, იქ ხელს აუქნევ, გადაირთვება. რაღაცა ისეთ მოძრაობას გააკეთებ, ხანს დაუწევს, აუწევს. რაღაც ასწავლებს აკეთებს, ხო? თვითონ გაითიშება, შენ ეტყვი რაღაცას, რომ აი 2 საათში გამოირთე, მე ხა უნდა დავიძინო. ის დაიძინება, ეტყვი მე რომ დილით გამოღვიძე ამ საათზე, ის გაგაღვიძებ, ჩაირთვება. ეხლა რაღაცა რეკლამები იყო, კიდე რაღაცა ჭკვიანი სახლიო. ეს ჭკვიანი სახლი იცით როგორია? სულ სენსორებზეა თავიდან ბოლომდე, რომ შედიხარ თვითონ გიღებს კარებს. აბა შენ ხო არ დაიღლები ახლა რომ სახელოს ხელი მოკიდო ჩა. შეიძლება სახელოზე ბაქტერიები იყოს და მე დაგეშველება. თვითონ აანთებს შუქს რო შეხვალ. აგერ ხელსაბანთან მიხვალ და ხელს შეუშვერ და თვითონ მოდის წყალი. სენსორია ცივს. გამოწევ, გამოირთვება. ერთი ჯერის ვერ მოიფიქრეს თვითონ როგორ გაგიმშრა. ახლა ნუ ისიც არის რა, ხო, ახლა ის ჰაერისის, მაგრამ ნუ აი ხო თქო ქაღალმა რო თვითონ გაგაც. აბა ჭკვიან ქაღალცას მოიფიქრებენ. მე რომელიც გაგამშრალებს და თვითონ ჩავარდება ურნაში და ის ურნა რა თქმა უნდა თვითონ გაიხსნება ის რო ჩამოვა ეხლა რა. მანქანებზე აღარ ვლაპარაკობ ეხლა რა. ნუ ეხლა რეები ხდება, ხო? მანქანაში ზიხარ განძრევა არ გჭირდება აბსოლუტურად. აი მე ვერაფრით ვერ ამიხსნია მაგალითად მანქანაში რა სიჭირდება ადამიანს მაგნიტოფონის პულტი. აი ამას ვერ ხვდები და ვერ მიხვდები ალბათ ვერასოდეს რა. რა ჩემი გონება ვერ წუდება ამას ყოველ შემთხვევაში. ხა ჩავჭი მე წინა საუკუნეში. ხელის ერთი გაშვერა გჭირდება ნახევრად. ბოლომდე გაშლაც არ გჭირდება ხელის. თვითონ მაგნიტოფონს შეეხები და არა პუნქტზე უნდა იმას, ამიტომ ესე. აი
უკან თუ ძიხარ და ვერ წვდები ძოლს ხوار შეაწუხებ არა რომ ეხლა იმან გადართოს და იმას უთხრა რომ ეხლა გადართო მართალია გამიგე ფანჯარა რო ჩამოწიო ეხლა ხელით რო დააწყიალო აიღლები ძალიან რა შეიძლება უფლი გამოგიბდეს დაგიბეროს და გაცილდე რა და ამიტომ ღილაკს უნდა დააწყვე და ეხლა ალბათ მაგასაც მოიფიქრებენ რომ რაღაცა ეტყვი რაღაცა ბრძანებას გასცემ და ის თვითონ ჩამოიწევა მე აიწევა აი მიეცი ხალხო ყურადღება აი мама პაისი ათონელი აი ამას ძალიან შაყირობს რა თუ წაგიკითხავთ რა აი ზუსტად აი ეხლა გამახსენდა რომ აი ამ თემაზე აქვს ზუსტად ერთი ადამიანი მოვიდა ჩემთან და შემომთავაზა რომ შენ კელიაში რემონტი გააკეთეო რა ცოტა რაღაცა იმიტომ რომ ეხლა ჩემთან ღრიჭოებია რაც ქარი შემოდის რა მე გადასარევად გძნობო თავსო რა აი ღრიჭოებში რა აი ღრიჭოებში ავდგები რაღაცა კარდონს იმას ვიზაო ჩავაფენოს კოჩით გადავაკრავო ანუ თქვა რაღაცა ნაჭრით ამოვავსეფო ეხლა ერთი ისა მაქსო რა კრუშკაო რომელსაც გადასარევად ვიყენებ უნივერსალურადო რა ჩაის დასარევადაცო სუპის შესაჭმელად საჭმლის გასაკეთებლადაცო რკინის არისო ანუ უყურეთ აი როგორი რაღაცა ადამიანი უნდა იყოს ორიენტირებული პირიქით შრომაზე და ღვაწლზე ეს უნდა გინდოდეს ეს უნდა წყუროდეს იმიტომ რომ გახსოვდეს ღმერთის კურთხევა ოფლითა შენითა სჭამდე პურსა შენსა შრომით უნდა შენ თუ შრომა არ შეიყვარე შენ თუ თავდადება არ შეიყვარე შენ თუ ღვაწლი არ შეიყვარე წარმოუდგენელია ისე რომ გამის მიაღწევ ვერ ცხონდები დამჯერით ხალხო ვერ ცხონდები ვერ გადარჩები განა იმიტომ რომ ღმერთს არ უნდა და ღმერთი დარჩის არა შენი ადგილი არ იქნება იქ სადაც შრომელი და გამჯე ხალხია რა შენ ვერ იგრძნობ იქ თავს კარგად წარმოუდგენელია შენ ვერ შეძლებ იმიტომ რომ შენ არც გაგაჩერებს იქ არავინ ესეთები იყვნენ ადამი და ევა რომელთაც უშრომელად ქონდათ მიცემული ის სასუფეველი რა ქნეს მე შეინარჩუნეს ვერ შეინარჩუნეს იმიტომ რომ საკუთარი ოფლის და საკუთარი სისხლის და საკუთარი შრომის ფასად არ ქონდათ ის მოპოვებული სასუფეველი ღვთისაო დღიდან იოანე ნათლისმცემლისაო იძულებისო ძანებს უფალი და რომელთა აიძულონ მათ მიიტაცონ იგიო ნახეთ რა რატომ არის რომ ღმერთმა დაუშვა ჩვენი თანაარსებობა აქ ამ ქვეყნიურ ცხოვრებაში ეშმაკთან და მის საცხოვრებთან ერთად რატომ ღმერთს რომ შეეძლო რომ ეს არ გაეკეთებინა ღმერთს რომ შეეძლო რომ როგორც ჩვენი თვალისათვის არის იზოლირებული ეშმაკი და ვერ ხედავთ მას ისე საერთოდ არანაირი კონტაქტი არ ქონოდა მას ჩვენთან ხო ხომ შეეძლო მაგრამ მაშინ არანაირი განსხვავება არ იქნებოდა ჩვენ ვერ გადავრჩებოდით ერთად ჩვენთაგან ღმერთმა განგებ დაუშვა ჩვენი თანაარსებობა ამ ხორციელ ცხოვრებაში ჩვენს მტერთან ერთად რომ ჩვენ ბრძოლა ვისწავლოთ გამარჯვება ვისწავლოთ მოპოვება ვისწავლოთ ჩვენი წილის სასუფეველისა აი ეს დაუშვა უფალმა განგებ რომ აღარ იყვნენ მუქთა მჭამელები და მუქთა ხორები სასუფეველში წარმოუდგენელია ღმერთი აღარ დაუშვებს იმას არასოდეს რომ განმეორდეს ის რაც მოხდა ადამიანსა და ევას შემთხვევაში და ისიც მე გითხარით რომ წინასწარ განჭვრეტილი იყო და ღმერთმა ეს იცოდა რომ მათ რო უშრომლად ჰქონდათ დაკარგავდნენ და წინასწარ განჭვრით და მათი გადარჩენა და გამოხსნა და ასე შემდეგ აი ამიტომ არის ეს მაგრამ ამას ღმერთი თავისი განგებით არეგულირებს ძალიან კარგად და ლამაზად ანუ ღმერთი არასოდეს იმაზე მეტად არ უშვებს ეშმაკს ადამიანამდე ვიდრე ის მისთვის ნებადართულია არანაირად არ მიუშვებს იმაზე ახლოს ანუ უშვებს მხოლოდ და მხოლოდ იმდენად ამდენადაც ეს ადამიანისთვის იქნება სასარგებლო რომ მისი ნება გამოიცადოს და გამოხატოს თავისი არჩევანი და დაიცვას თავისი არჩევანი თავისი შრომით, თავისი ღვაწლით, უფლით, ხამისთევით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამისთვის უშვებს უფალი. ეს ყველაფერი კიდე მოვაყოლე რას? ჩემო კეთილ და ძვირფასო ადამიანად. მოვაყოლე იმას, რომ დღეს რომ ოჯახები ინგრევა. განპირობებული არის სწორედ ამის გამო, რომ ჩვენ ადამიანები მიდრეკილი ვართ კომფორტისაკენ. აი ერთი ესეთი პატერი კი გამახსენდა რა, ადრეც მომიყოლია, რომ ერთ-ერთი ძმას მონასტერში დავალებული ქონდა, ანუ ესეთი მორჩილება ქონდა მას, რომ წყალი უნდა მოეტანა ხოლმე ყოველდღიურად თავისი ძმებისთვის მონასტერში.
და ეს წყალი საკმაოდ მოშორებით იყო. დაახლოებით რაღაცა 1 კილომეტრი უნდა გაევლო, შეიძლება ცოტა მეტი, ზუსტად აღარ მახსოვს. აი ამ რაღაცა დიდი ჭურჭლებით ხელში. და სიცხეში, ყინვაში, აი რაცა როგორი ამინცა უნდა ყოფილიყო, ყოველ დღე უნდა მოეზიდა ეს წყალი. შეიძლება დღეში რამდენჯერმე მოწეოდა, თქვა წასვლა, მოსვლა, ეს მისი მორჩილი. ერთვენიერ დღეს გაუნათდა გონება. გაუნათდა ბჭყალებში, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში. და იფიქრა, კაცო, ეხლა იმ სიშორეზე რომ დავდივარ ამ წყლის მოსატანადო. ავდგები ვაგერო და დავარტყავ ბარსო რა და ჭას ამოვთხრიო, კაცო. და აქვე იქნება წყალიო და აქვე გვექნება გავიმარტივოთ ამ ყველაფერს. ეს რომ გადაწყვიტა, უკვე მოიმარაგა ყველა საჭირო ხელსაწყო იარაღი რომ ამოეთხარა ეს ჭა. და ნუ იმ დღეს ასე ვთქვათ, კიდევ ერთხელ ხა უცებ ხო არ იქნებოდა ეს ყველაფერი. მოუწია ისევ წასვლა, მოუწია წასვლა და მიდის ამ ჭურჭლებით ხელში და უცებ უკნიდა ფეხის ხმა მოესმა. ვიღაცა მიყვება, გამოიხედა უკან და დაინახა წეთრებში ჩაცმული ჭაბუკია და მისდევს. ვინ ახარო შენო კითხა და რა გინდაო ჩემთან? რატომ უყვები უკან? მეო, შენი ფაროლი ანგეუზივარო. უფლისგანო შენთვის მოჩენილიო და ღმერთმა ეხა დამავალაო რომ შენი ნაბიჯები დავთვალო რამდენ ნაბიჯს გადიხარო წყლამდეო გინდა იქითო და გინდა მერე უკანო რა და აი უცებ მიხვდა და უცებ გაეხსნა აი მერე მართლა გაეხსნა გონება ამ ადამიანს რა და მიხვდა რომ ამ საწყალს ღმერთი აი ამ წყალზე სიარულს უთვლიდა 8 წლში და აი ამითი აცხოვნებდა მას, აი ამ შრომის გამო, აი ამ დაუზარელობის გამო, რომ იღლებოდა ის იქიდან წყლის მტარები წინ და უკან. აი ჩვენ რა თქმა უნდა არ გვინდა რომ დავიღალოთ. აი ხა რამდენჯერ თქვენთაგან სულთქავს ხოლმე ჩემთვის რა, რომ აი მამა არ დაიღალეთ, აი რამდენ დილიდან აქ ახალ რამდენ ხალხს უსმენ იმაშოვე აი არ დაიღალეთ, როგორ არ დავიღალეთ. უფრო მეცაც გეტყვით, აგერ აღდგომის შემდეგ დაღლილი ვდგები ლოგინიდან რა, დილით. მაგრამ მერე რა რო დაიღალე რა უფალი არ დაიღალა შენი გულისათვის თან სრულიად დაუმსახურებო და რა მოხდა რომ დაიღალე რატო არ გინდა რომ დაიღალო დაიღალე მე ესე დევიზი მაქვს საერთოდ ცხოვრებაში რა რომ თუ გინდა რომ დაისვენო ჯერ უნდა დაიღალო აუცილებლად რა და ამ ცხოვრებაში უნდა დაიღალო მაქსიმალურად და დაიტვირთო შენი თავი მაქსიმალურად რომ მე ნამდვილი დასვენება და ჭეშმარიტი განსვენება არის უკვე მარადისობაში. ის უკვე აღარ თავდება არასოდეს. მაგრამ კიდევ ერთხელ გეუბნებით ის რომ მოიპოვო, იმისათვის აქ უნდა გაისარჯო. საკუთარ თავზე ძალის დატანება უნდა ისწავლო. შრომა უნდა ისწავლო, უნდა მიეჩვიო, უნდა შეიყვარო. ამის გარეშე წარმოუდგენელია დამერწმუნდეთ, დამიჯერეთ. და იგივე ხა დაუბრუნდეთ ისე ოჯახს, ანუ რა შემთხვევაში შეიძლება რომ ადამიანმა შეინარჩუნოს ოჯახის სწორად და ღირსეული. იმ დროს, როდესაც არის მომართული თავდადებისთვის და თავგანწირებისთვის. ერთ მაგალითსაც მოგიყვანთ, რაგი ოჯახის თემას ვეხევით, იმიტომ რომ მე არ შემეძლო რომ ეს არ გამომეყენებინა, იმიტომ რომ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი და ძალიან მტკივნეულია ზოგადად ეს თემა და მე მithქვამს თქვენთვის ამდენჯერმე რომ ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი და ძირეული მიზეზი, რის გამოც მე გადავწყვიტე რომ სასულიერო პირი გამختارიყავი, იყო ოჯახების პრობლემატიკა. ძალიან მაწუხებდა მე ეს თემა. ძალიან მაწუხებდა და მინდოდა რომ რაღაცნაირად, ეხლა სანამ ერისკაცი ვიყავი, მაშინაც შეძლების და გვარად ვცდილობდი რომ დავხმარებოდი ახლობლების ოჯახებს, რა თქმა უნდა, ვინც მე მაგითხავდა, თქვათ, მაგ პრობლემით. მაგრამ ეხლა ჩემი მოქმედების არეალი იყო ძალიან შეზღუდული. და შესაძლებლობი. და ერთ-ერთი ძირითადი მიზეზი იმისა, რის გამოც მე გადავწყვიტე რომ გამختارიყავი სასულიერო პირი, იყო რომ მიმეხედა ოჯახებისთვის რაღაცნაირად, რა და რაღაც გამეზიერებინა ჩემი გამოცდილება საკუთარი ის რაც ვიცოდი, რაც აკითხული, მოსმენილი, ნაგრძნობი მქონდა ეს ყველაფერი რა და აი ამას ვაკეთებ ზუსტად რა. და უყურეთ, ამიტომაც არის რომ არასოდეს არ უშვებ მე ხელსაყრელ მომენტს რომ ამ თემაზე ვისაუბრო და შეუძლებელი იყო ეხლა ეს გამომეტევა, როდესაც უფალი თავად საუბრობს ამ ოჯახური ურთიერთობის შესახებ.
კიდევ ბევრჯერ შევეხები ჩვენ ამ თემას. აი, როდესაც უკვე ეპისტოლეების განხილვაზე გადავალთ, ჩვენ ნახავთ, რომ პავლე მოციქულს თავის ეპისტოლეებში საკმაოდ ცლად არის გაბნეული ეს თემა. და ყველა მათგან შევკრიბავ და შევეხები ჩვენ ძალიან საფუძვლიანად შემდეგ რა. როდესაც ოჯახი იქმნება, არსებობს ორგვარი დამოკიდებულება. საცოლის და საქმროს მხრიდან. მე ამ სიტყვას ყოველთვის ვეუბნები ხოლმე, როდესაც ჯვარს წერ უკვე ამბიონზე. ვაფრთხილებ ხოლმე და ვეუბნები, რომ თუ აქამდე არ უფიქრიათ, რომ აი სწორედ იმ მომენტში მაინც დაფიქრდნენ ამას. თუ უნდათ რომ იყვნენ ბედნიერები და თუ უნდათ რომ გქონდეთ მტკიცე ოჯახი. ერთი დამოკიდებულება არის ცდარი, მეორე არის სწორი. დავიწყოთ ცდარით. ცდარი დამოკიდებულებაა, როდესაც ბიჭი ან გოგო არ აქვს მნიშვნელობა ფიქრობს, რომ მე მინდა შევქმნა ოჯახი, იმიტომ რომ მინდა მყავდეს კარგი ცოლი, მინდა მყავდეს კარგი შვილები, მინდა მქონდეს კარგი ოჯახი. იგივეს ფიქრობს სხვა გოგო რა, მინდა მყავდეს კარგი ქმარი, კარგი შვილები, კარგი ოჯახი, ასე შემდეგ. ეხლა ერთი შეხედვით თითქოს სუდი არაფერია, ხო, ამაში ეხლა რატომ უნდა უნდოდეს ადამიანს სუდი, კარგი უნდა, ხო? მაგრამ აი უფრო ცადიმალება აქ, ეშმაკი. შენ როცა ასე ფიქრობ, შენ წინ და წინვე. შენს მოცემულობაში გიდევს უკვე, რომ შენ ხარ კარგი, ეს არაცნობიერად ხდება უკვე ადამიანში. შენ ხარ კარგი, უფრო მეტიც საუკეთესო და შესაბამისად საუკეთესო სიმსახურებს შენ, რა თქმა უნდა. უყურე, ეხლა ეს რას იწვევს? ეს იწვევს იმას, რომ აბსოლუტურად იგნორირებული ადამიანში თუ კრიტიკა და რასაკვირველია ეშმაკი ყოველთვის ვირტუოზულად იყენებს ადამიანების სისუსტეებს, მათ გამოუცდელობას, მათ არასრულყოფილებას, იმას რომ არც საცოლე, არც საქმრო, არც ცოლი და ქმარი მერე სრულყოფილები არ არიან, ორივეს თავთავიანთი რაღაცა სუსტი წერტილები აქვს და რა ხდება მერე? იწყება კონფლიქტები, ხო? და თან ეშმაკი არის დიდოსტატი იმისა, რომ ბუზის სპილოდ მოგაჩვენოს და დაგაჯეროს, რომ სპილოა. შენ რა თქმა უნდა გჯერა, იმიტომ რომ რას ქვია, შენ თვალით ხედავ და აბა არ გჯერა, გჯერა. შენ ერთი წუთი და ერთი წამითაც კი არ დაუშვებ იმას, რომ ასეთ შენ თვალით ხედავ, შეიძლება გეჩვენებოდეს. და შეიძლება ეს ეშმაკის ილუზია იყოს. და მოკლედ იწყება მე ერთმანეთთან არჩევები და აბა მე ვარ მართალი და აბა შენ ხარ მართალი და ასე. და უყურეთ რა ხდება ყოველი კონფლიქტის დროს, როდესაც აი ესეთი არასწორი მიმართულებით და არასწორი დამოკიდებულებით არის შექმნილი ოჯახი, რომ მე კარგი ვარ და კარგს ვიმსახურებ, შესაბამისად დადანაშაულება ხდება ყოველთვის მოპირდაპირე მხარეს. ანუ არასოდეს ადამიანი საკუთარ თავში არ ეძებს მიზეზებს, რის გამო არის ახლა მათ შორის ეს კონფლიქტი და პირიქით აბრალებს ცოლს, ცოლი ქმარს, იმიტომ რომ აბა თვითონ ხო არ მოიჭრის კუც, თვითონ ხო იცის რომ კარგია. მე კარგი ვარ და რა კი ჩვენ შორის კონფლიქტი, ესე იგი მისი ბრალია, ესე იგი მის სამართი შემეშალა. მე კი მეგონა რომ ის ქალი მოვიყვანე ცოლად, რომელიც მინდოდა, მაგრამ ვა ბიჭო, აი არ ყოფილა ის რა. ყოველი მორიგი კონფლიქტის შემდეგ კიდევ უფრო და უფრო წმუნდება ამაში. საბოლოოდ იქამდე მიდის საქმე, რომ ეშმაკის გასახარი ამბავი ხდება და ინგრევა ოჯახი, ხო? ანუ საბოლოოდ წმუნდება უკვე ადამიანი, რომ აი შემეშალა რა, ეს ის არ არის, ვინც მე მინდოდა. იგივე შვილებთან მიმართებაში, თუ კი შვილებში რაღაცას მსგავსს დაინახავენ, ქმარი იტყვის, რომ აი სუფთა დედა არიან. ცოლი იტყვის, რომ აი კოპიო მამა, აი შეხედე რა. და თან ამას ქმარსაც ეუბნება, რომ აი ნახე, შენ გვანან თავიდან ბოლომდე და რაც კარგი აქვს, რა თქმა უნდა ის შენი აქვს. ასაკვირველი. აი ხედავთ როგორი ის არის შეფარულია ეს ყველაფერი და რა ცუდი რაღაცა. ეხლა უყურეთ. როგორია მაშინ სწორი ხედვა და სწორი დამოკიდებულება. სწორი დამოკიდებულება არის, როდესაც საცოლის და საქმროს და სამომავლოდ მერე ცოლის და ქმარის ფიქრობს, რომ მინდა შევქმნა ოჯახი იმიტომ, რომ ვიყო კარგი ქმარი. მინდა შევქმნა ოჯახი იმიტომ, რომ ვიყო კარგი ცოლი. ვიყო კარგი დედა. ვიყო კარგი მამა და კარგი მეოჯახი. რადიკალურად განსხვავებული დამოკიდებულებაა. ყურეთ, ანუ ერთი შემთხვევა არის მყავდეს და მქონდეს, მეორე შემთხვევა არის ვიყო. პირველი შემთხვევა არის აბსოლუტურად ეგოისტური და ორიენტირებული იმაზე, რომ მე ვარ საუკეთესო და შესაბამისად მე საუკეთესოს ვიმსახურებ და მეორე შემთხვევა არის თავდაბალი
და ორიენტირებული შრომაზე, ორიენტირებული თავდადებაზე, ორიენტირებული მოპოვებაზე, ორიენტირებული თვით განვითარებაზე და თვით სრულყოფაზე. ანუ შენ თავიდანვე აღიარებ, რომ შენ არ ახარ სრულყოფილი და შენ ეს ასპარეზი გჭირდება იმისათვის, რომ უფრო მეტად სრულიყო, უფრო მეტად სრულიყვნა, უფრო მეტად წარემატო, წინ წახვიდე, გაიზარდო ამ ურთიერთობაში მეუღლესთან. ესეთ შემთხვევაში დამერწმუნეთ, როდესაც ნებისმიერი კონფლიქტია, არ აქვს მნიშვნელობა. ამ დროს ხდება საკუთარი თავის დადანაშაულება, ანუ გინდა ქმარი, გინდა ცოლი, რომელიც აი ესე ფიქრობს და ესე აზროვნებს, ადანაშაულებს საკუთარ თავს, საკუთარ თავში ეძებს ამ მიზეზებს, რომ ეთყობა რაღაცა ისე ვერ ვქენი, როგორც საჭირო იყო, რომ იმიტომ გავანაწყენე ჩემი მეუღლე, მე გავანაწყენე. ის კი არ არის დამნაშავე. არა, ეს ჩემს გამო მოხდა. დაიწყებს საკუთარ თავში ძიებას. ჯანსაღ შემთხვევაში წავა მოძღვარ შეეკითხება. ანუ აი ეს არის სწორი ფორმა, სწორი დამოკიდებულება. საკმარისია ერთ-ერთი მხრიდან იყოს ეს სწორი დამოკიდებულება, რომ ის ოჯახი უკვე აღარ დაინგრევა. აი ეს მხარე, რომელსაც ეს სწორი დამოკიდებულება აქვს, შეძლებს რომ მოითმინოს ბოლომდე და გადაარჩინოს ოჯახი. და თუ კი ორივე მხრიდან არის ეს სწორი დამოკიდებულება, აი ესეთი ოჯახი იქნება ბედნიერი. ეს არის ბედნიერების საიდუმლო. რა თქმა უნდა, ამას ყველაფერს ემატება ის, რომ უაღრესად მნიშვნელოვანი და სასურველია, რომ ცოლსაც და ქმარსაც ყავდეთ საერთო სულიერი ავტორიტეტი, რომელსაც ბოლომდე ენდობიან ორივენი, რომელიც უკეთესად იცნობს მათ, ვიდრე თვითონ იცნობენ ერთმანეთს, და ამიტომ ეს ნდობის ხარისხი მის მიმართ არის ყველაზე მაღალი. და ეს არის ადამიანი, რომელიც არის წებო მათი ურთიერთობის, რა, რომელიც ყოველთვის შეძლებს, რომ დაარეგულიროს და დაალაგოს მათ შორის არსებული ნებისმიერი პატარა თუ მცირე უთანხმოება და ყოველთვის კონსტრუქციული როლი ითამაშოს მათ ურთიერთობაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ანუ, როდესაც ოჯახი ინგრევა, ეს არ არის არჩევანის პრობლემა. ანუ, არასოდეს არ უნდა ეგონოს ადამიანს, რომ ეს იმის გამო მოხდა, რომ აი იმ ადამიანმა მე ვერ გამიმართლა. რომ ის ადამიანი არ აღმოჩნდა ის, რომელიც მე მინდოდა, ანუ მე შევცდი ჩემს არჩევანში. არავითარ შემთხვევაში, ჩემო კარგია. ეს არ არის არჩევანის პრობლემა. ეს არის სიყვარულის უუნარობის პრობლემა. რომ შენ არ შეგიძლია გიყვარდეს. და სიყვარული რა არის? სიყვარული არის სიამოვნება. სიყვარული არის შრომა, სიყვარული არის თავდადება, სიყვარული არის მოთმინება თანაც ბოლომდე, სიყვარული არის დათმობა, სიყვარული არის სხვისთვის თავგანწირვის სურვილი და ამისი უნარი. სიყვარული არის სხვისთვის ცხოვრების უნარი. სიყვარული იცით რა არის? რასაც აკეთებს სანთელი, თვითონ იწვის და სხვას უნათებს. აი ეს არის სიყვარული. და სხვა ყველაფერი არის ეგოიზმი. როდესაც შენ სიამოვნებაზე ფიქრობ და სიამოვნებას რაც შეეხება, დამიჯერეთ, რომ გაცემით, გაღებით მიღებული სიამოვნება ბევრად აღემატება მიღებით მიღებულ სიამოვნებას. დამერწმუნეთ რა, საკუთარი გამოცდილებითაც. ბევრად უფრო გახარებული და ბევრად უფრო ბედნიერი იქნები მაშინ, როდესაც შენ სხვისთვის იხარჯები, ვიდრე მაშინ, როდესაც სხვები იხარჯებიან აქეთ შენთვის რა. ანუ ჭეშმარიტი სიყვარულის მიერ მოგვრილი სიამოვნება ბევრად აღემატება მიღებით განცდილ სიამოვნებასთან ეთარებას. ესე რომ აი ეს მინდა რომ იცოდეთ და გაითვალისწინოთ. ხო, ეხლა მე როგორც მოსალოდნელი იყო ძალიან შევიჭერი როლში უკვე საათს გადაცილდა. საათი 10 წუთია უკვე თითქმის საუბრობთ. და მე მგონი ჯობია რომ ეხლა გავჩერდეთ, იმიტომ რომ შემდეგაც ეს თემა გრძელდება და შემდეგაც გავაგრძელებთ ჩვენ ამ თემას. ანუ ეს არის უკვე დავიმახსოვროთ რომ გავჩერდით ჩვენ მერვე მუხლზე, უბრალოდ მე-9-ზე გავჩერდით, მერვეც წავიკითხეთ. და უბრალოდ ეს იმდენად მნიშვნელოვანია და იმდენად აქტუალურია ეს ყველაფერი, რომ დამეჯერეთ რომ ღირს რომ დავყოთ ესე, არ ავჩქარდეთ, ჩვენ არსად არ გვეჩქარება ქრისტეს მეორე მოსვლამდე. სანამ დრო გვაქვს და სანამ ცოცხლები ვართ, ესე ნელ-ნელა მივუყვეთ, ისე რომ არაფერი არ
გამოგჩეს, იმიტომ რომ ეს არის მართლა ძალიან მნიშვნელოვანი. დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის.